ისტორია, რომელსაც ახლა გიამბობ ჯრუანტელს მოგვრით. მარიამი წლის და 8 თვის იყო, როდესაც ოთახიდან გაიპარა და ეზოში გამავალ წყლის არხში ჩავარდა. როდესაც უბედურმა დედამ ბავშვი არხიდან ამოიყვანა, გოგონა ფაქტობრივად მკვდარი იყო. ექიმები გადარჩენის 1%-იანი მეცაც კი ვერ იძლეოდნენ. თუმცა ღვთისმშობელმა მარიამმა ნამდვილი სასწაული მოახდინა თავისი მოსახელე გოგონასთვის და ბავშვი ისევ ამ სამყაროს დაუბრუნა. იმ წყეული დღის შემდეგ გოგონას კიდურები აი ასია დაკრონჩხული. ბავშვი მარჯვენა ფეხს საერთოდ ვერ ხრის, ხოლო მარცხენას ვერ შლის. ტერფით შებრუნებული აქვს. ტკივილებისგან იტანჯება. ორმაგი უბედურება ისაა, რომ შველასაც კი ვერ იტყოს, რადგან იმავბედითი დღის შემდეგ გოგონას მეტყველება არ შეუძლია. არხში ჩავარდნის დროს ბავშვისთვის ჟანგბადი აღარ მიეწოდებოდა. ამან თავის ტვინის დაზიანება გამოიწვია. მარიამს ესაჭიროება საზღვარგარეთ ოპერაცია თავზე, რისი საშუალებაც შეჭირვებულ ოჯახს არ აქვს. მას ასევე ესაჭიროება 3 ოპერაცია მარცხენა და 3 ოპერაცია მარჯვენა ფეხზე, რათა ბავშვის ფეხები ერთმანეთზე გადახლართული აღარ იყოს. სრულიად თუ ვერ გაიაროს, ჯოხითაც მაინც გაიაროს ბავშვმა. ყოველთვის ხომ ჯამთელი არა ვარ მე. მინდა რომ ბავშვი დამოუკიდებელი იყოს და მის თავს მან მიხედოს. მარტო კი არა, ყველას ბავშვი კარგად აპყოფოს ხომ ერთმა. არცეთი და ნახოს ასეთი ტრაგედია. აღდგომის დღესასწაული ახლოვდება. ღვთისმიერო ადამიანებო, ფუნჩი დარწმუნებულები ვართ, რომ თქვენ ნამდვილ სასწაულს მოახდენთ და შეძლებთ, რომ მარიამი საზღვარგარეთ გაუშვათ გამოკვლევებზე. ასევე გვჯერა, რომ ოპერაციის თანხასაც შევაგროვებთ, რომელიც ფონდიდან პირდაპირ საზღვარგარეთის კლინიკაში გადაირიცხება. მოდით მიზანი დავისახოთ, რომ აღდგომის დღესასწაულზე ჩვენი წილის სასწაული მოვახდინოთ ამ საბრალო ბავშვისთვის. იესო ხომ კაცთა მოდგმის სოდვების გამოსასყიდად ეწამა. ახლა კი ჩვენ გავახაროთ იესო, ჩვენი კეთილი საქმეებით. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.